მშენებლობა იწყებოდა. აი მაშინ რომ იყვნენ. თავიდან 23 წელია იყვება. და თხევად ნარჩენებს აკასხამდნენ და ძალიან ცუდ კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. აგერ დაგვიმოწმებიან. ხო ეგრე იყო. მე ამდენით ავჯანყდი და დაგვეწყო ყველა თავის ტკივილები და ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურდა ტერიტორია. ძალიან დაბინძურდა ტერიტორია და იძულებული გავხდით რამოდენიმეჯერ მივაკითხეთ და ჩვენი მიკითხვის და აღშფოთების ნიადაგზე შეწყდა მაგი. დაგვიწყეს ფანტანა, გადრევანი. და გამოიწვიეს ხანძარი. არა, უსაფრთხოებას ვიცავთ, რომ ადგილზე ვარ დასაკეთებად ცხოვრობ. ვიტენეს სპეციალურ პროცესის პრევენტერი. თუ გამოვინება იყო გაზისა, მაგ მომენტში დავუკეთე. ანუ გარემოს მოცდანაც ხონდა კონდეთ შესაბამისი ნებართვები, რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლება მსგავსი სამუშაოები არც გადაგაჩნიათ ადგილზე? ადგილზე არა მაქვს, მე არ გამოჩნდა რეალურად, მაგრამ ალბათ ოფისში. აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს კრწანისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, პროტესტი გამოიწვია იმან, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული. სწორი ინფორმაციის პირობებში შემკვეთი და აღმასრულებელი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ გაეცნოთ სამუშაოების დაწყებამდე აქ მიმდინარე ყველა კონკრეტული სამუშაო მოსახლეობისთვის დეტალურად აიხსნათ ის ეკონომიური თუ სხვა სოციალური წარმატებები რაც შეიძლება ამ სამუშაოებს მოყოლოდა და იქნებოდა ნაკლები გაუგებრობა მოსახლეობისთვის და მეტი ინფორმირებულობის პირობებში იქნებოდა მეტი თანხმედრა ინტერესებისა. ჩვენთვის რა თქმა უნდა მისაღებია ყველა ის პროექტი რომელიც ჩვენს ქვეყანას, კერძოდ ჩვენს რაიონსა და ჩვენს მოსახლეობას შემოსავლებს მოუტანს და დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას ამავე დროს. მაგრამ კარგი იქნება თუ ამას გაგვაცნობენ წინასწარ. ეხლა დაიწყეს კიდე აქამდე პატარა რაღაცა იყო ერთი მანქანა მოდიოდა მარტო დღეში და ისიც აი იქ ღვრიდა იმ წყალს. სულ გამაზუთებულია ის ტერიტორია. ვაპირებთ რომ მიმართოთ ახლა. ეხლა რომ გავიგეთ რაშიც არის საქმე, ალბათ მივმართავთ. წესების დაცვით მოვითხოვთ ყველაფრის გაკეთებას. იყო ლაპარაკი რომ ჭაბურღილები უნდა გაითხაროსო. ჩვენ ვეკითხებოდით, არავინ პასუხს არ გცემდა ნორმალურად, რომ აი რა ხდება და როგორ ხდება. და ისე კულუარულ იმაში ჭორის დონეზე მიდიოდა ლაპარაკი, რომ აქ არის ნავთობი და ნავთობზე ზის ეს ტერიტორია და არა ვართ ინფორმირებული ვინ და რას აკეთებს. საქმე იმაში გახავთ, რომ ნავთობის მოპოვებას, ნავთობის ზებნაძიების სამუშაოების და მოპოვებას არეგულირებს საქართველოს ნავთობის და გაზის შესახებ კანონი. პირველ რიგში ეს. შემდგომ არსებობს მთელი რეგულაციები. ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებობს ენერგეტიკის სამინისტროში შემავალი სააგენტო არსებობს, რომელიც ზედამხედველობას გვიწევს, ძალიან კაცს სხვათა შორის, რაც ჩვენს გვიცავს, იმიტომ რომ გვაქვს ისეთი ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა ძალიან ისეთი რეგულაციების ჩარჩოში მოქცეული და ვიცავთ ყველა ამ ნორმას. ჩვენ ყველა უსაფრთხოების ნორმებით გვაქვს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველა რისკები. ნავთობი ზოგადად ადამიანს რომ წამლავდეს ან ამას ზიანს აყენებდეს, მაშინ ჰიუსტონის შტატი ალბათ არ იარსებებდა ნიგერია, არ იარსებებდა ნორვეგია, არ იარსებებდა ათეულობით ქვეყნები, ალბათ მთელი რუსეთი გარდაცვლილი იქნებოდა დიდი ხნის. ნავთობი არ არის მომწამლავი ნივთიერება. ბატონჯანი, თქვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ნავთობი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს და ეს გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება. თუ ხართ საქმის კურსში და რა კომპეტენცია გაქვთ ამ პრობლემის გადასაჭრელად? როგორც ესეთი მოსახლეობის უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მსმენია, არ მომმართავს არავის, რაც შეეხება სამუშაოების წარმოებას, აწარმოებს ჯილდ, დანი თუ რაღაც კომპანია არის, ეს ვიცი. მე როგორც ინფორმაციას ვფლობ მაგ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამუშაოები კამის ფარგლებში.